მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო გაკვეთილი გვაქვს. მოსწავლეებმა წარმოადგინეს დიორამები ჩიტუნიას ლოცვის მიხედვით და ეხლა უნდა გააკეთონ პრეზენტაცია და უსვამ შეკითხვებს და ნახოთ, როგორ პასუხებს გამცემენ. რომელი ეპიზოდი გაქვს წარმოდგენილი დიორამაზე? მე წარმოდგენილი მაქვს, როცა ჩიტუნია ლოცავს ბაბუას, იმიტომ რომ არ დაუმტრია კვერცხები და შემდეგ ცას ეუბნება, რომ ცაო ლამაზო მზეო, შენ გავზარდე კეთილ ბაბუას თავისი შვილიშვილებიო. მადლობა. ანდრია, შენ დამისახელე ჩიტუნიას ლოცვაში რომელი პერსონაჟები გვხვდება? ბაბუა, კეთილი კაცი, ბებია, ჩიტუნია და შვილიშვილები. შენს დიორამაზე რომელი პერსონაჟები წარმოადგინე და რომელი ეპიზოდი? კეთილი კაცი და ჩიტუნია. და რომელი ეპიზოდია? კაცო შენი ჭირიმე, კვერცხები არ დამიმტრიო. ანას დიორამა. ანა, თუ შეგიძლია რომ მაჩვენო, რომელი არის პერსონაჟი კეთილი კაცი? და ჩიტი? კი ბატონო. და შენთან მაქვს ესეთი შეკითხვა. შენი აზრით, რატომ შეარჩია ავტორმა სათაურად ჩიტუნიას ლოცვა? იმიტომ რომ როცა კაცი ჩიტუნიას შეხვდა, ანუ ჩიტუნიამ დალოცვა და მაგით. დიდი მადლობა. გამოიყენე ამ დიორამის დასამზადებლად. ამ დიორამის დასამზადებლად გამოვიყენე დიდი ყუთი და პლასტელინი. დიდი მადლობა. ვინ არის ამ ტექსტის ავტორი? რევას სპინანიშვილი. რომელი ეპიზოდი გაქვს წარმოდგენილი? მე წარმოვადგინე ჩიტუნია ლოცავს კაცს, რადგან ბუდე არ დამტრია თავისი. დიდი მადლობა. რომელი ეპიზოდი წარმოადგინე დიორამაზე? რომ მიდიოდნენ თავის ბაბუა და შვილიშვილი მოსაკრეფად მიდიოდნენ ასკილის და ჩიტის ბუდე შეხვდათ და ჩიტი იჯდა და გადაფრინდა და მე ჩაიხედეს კვერცხები ნახეს და ჩიტმა უთხრა შენი ჭირიმე არ დამინგრიო და კეთილმა კაცმა უთხრა არ დაგინგრეო მე კეთილი კაცი ვარო. დიდი მადლობა. ბარბარე, შენთან მექნება ასეთი შეკითხვა. როგორ შეაფასებდი კეთილი კაცის საქციელს? კარგი იყო და ისიც მომეწონა რომ კვერცხები არ დაუმტრია. მადლობა. რომელი ეპიზოდი წარმოადგინე დიორამაზე? რა ხდება? ჩიტუნიამ რომ დაინახა ბაბუა. მე რა ხდება? მე შეეშინა და ბაბუამ ადაუმტრია კვერცხები. მადლობა. დავით, შენთან მექნება ასეთი შეკითხვა. შენ რომ კეთილი კაცის ადგილზე ყოფილიყავი, როგორ მოიქცეოდი? იგივე. არ გავუტეხავდი კვერცხებს. როგორ? არ გავუტეხავდი ჩიტის კვერცხებს. რატომ? იმიტომ რომ კეთილი ვარ. დიდი მადლობა. რა მასალები გამოიყენე ამ დიორამის შესაქმნელად? ჭიალა, ქაღალდი, კრასკები, ბამბაკი და პლასტელინი და ჯოხები. დიდი მადლობა. ლიკა, შენი აზრით ამ ტექსტით ავტორს რისი თქმა უნდოდა ჩვენთვის? იმისი რომ ჩვენ თუ შევხვდება ჩიტის ბუდე არ უნდა დაუნგრიოთ. და უნდა შევეშინოთ. როგორ? და უნდა შევეშინოთ ჩიტი. კარგი, და მხოლოდ ჩიტებზე არის ეს თუ შეიძლება სხვა რაღაცეებიც ვიგულისხმოთ? სხვა რაღაცებიც. მაგალითად? ცხოველები, ნივთები, რომელსაც ძალიან დიდი ხანი იმუშავება. დიდი მადლობა. ეს არის ელენას დიორამა. ელენა, შენთან მექნება ასეთი შეკითხვა. შენი აზრით ავტორს რისი თქმა უნდოდა ჩვენთვის და რა გვასწავლა ამ მოთხრობამ? ჩვენთვის იმის თქმა უნდოდა, რომ უნდა ვიყოთ კეთილები, თუ შეხვდება ჩიტის ბუდე, ან ზოგადად ჩიტს უნდა დავეხმაროთ, არ უნდა დაუნგრიოთ ბუდე და შეიძლება ადამიანი შეხვდეს და მაგასაც არაფერი უნდა დავუზიანოთ. ძალიან დიდი მადლობა. რა მასალები გამოიყენე? მე გამოვიყენე ხის ტოტები, ბამბა და კაუჩუკის პლასტელინი და ფურცელი.
კიდევ ქვებს ხედავ და ცხელწებოს, ხო? ხედავდა კიდე რაღაცნაირ თოკი, დიდი მადლობა. ლუკა, შენ მიპასუხე ესეთ კითხვაზე. ვინ არის ამ ტექსტის მთავარი პერსონაჟი და როგორ დაახასიათებდი მას? მთავარი პერსონაჟი არის ჩიტუნია და ბაბუას დავახასიათებდი. ბაბუ არის ძალიან კეთილი, იმიტომ რომ ჩიტუნიას არ დაუნგრია ბუდე და კვერცხებიც არ გაუტეხა. ჩიტუნია როგორი პერსონაჟია? კეთილია, იმიტომ რომ ბაბუა დალოცა. და მადლიანი. მალერია. მადლობა. მადლობა ლუკა. ორიან, რომელი ეპიზოდი წარმოადგინე შენს დიორამაზე? რომელი და სადაც როდის ჩიტუნია ლოცავს ბაბუას. რატომ ლოცავს? რომ არ გაუტეხა კვერცხები. შენ მოგეწონა ბაბუას აქციელი? კი. შენთან ესეთი კითხვა მაქვს. რატომ გაგზავნა ბებიამ ბაბუა ასკილის მოსაკრეფად? იმიტომ რომ სამთარი რო დადგებარო, ქარი რო იქნებაო, ჩაიზე რა უნდა მივატანებინოთო ჩვენ შვილიშვილებსო. მადლობა და რომელი ეპიზოდი გამოსახე? მე გამოვსახე ის ეპიზოდი, რომ ბაბუამ დაინახა ჩიტის ბუდე. დიდი მადლობა. შენს დიორამაზე რომელი პერსონაჟები ჩანს მაჩვენე თან და მითხარი? ბაბუა და ჩიტი. და ჩიტი რას ეუბნება ბაბუას? მადლობას უხდის. რატომ უხდის მადლობას? კვერცხები რო არ დაუნგრია. დიდი მადლობა. როგორი პერსონაჟი არის შენთვის ბაბუა და შენ თუ აიღებ მისგან მაგალითს? ბაბუა არის კეთილი, რომ კვერცხები არ დაუნგრია ჩიტს. მე კი ავიღებ მაგალითს. მაგალითი ისა, რომ არავის არ დაუნგრიოთ კვერცხები, ან შეიძლება რამე ისეთი რამე, რაც მაგას სჭირდება. ძალიან დიდი მადლობა. თეა, მაინტერესებს დიორამის შექმნის პროცესში როგორი განწყობა გქონდა? ძალიან მხიარული ვიყავი და ენერგია მქონდა ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ძალიან კაი გამომივიდოდა და ესეც გამოვიდა. და ძალიან რაღაც კარგი დავალება იყო. მადლობა და დიორამის გაკეთება დაგეხმარა თუ არა ტექსტის უკეთ გააზრებაში? კიდე უფრო, ჩემი აზრით, ესეთი რაღაცები უნდა გავაკეთოთ ხოლმე, იმიტომ რომ შენმა ტვინმა უფრო კარგად შეიძლება დაემახსოვროს თვალით რომ დაინახავ ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა. შენ რომელი ეპიზოდი გამოსახე დიორამაზე? გამოვსახე, რომ ჩიტი ლოცავს კაცს. რატომ ლოცავს? იმიტომ რომ ის კვერცხები არ დაუმტრია, ამის გამო ლოცავს კაცს. როგორ შეაფასებდი ბაბუას აქციელს? რომ კეთილი იყო, იმიტომ ჩიტი ნერვნიულობდა. და ესეთი კითხვა მაქვს. იქ არის ერთი ეპიზოდი, რომ ბაბუამ კვერცხები არ დაუმტრია და შემდეგ მიეფარა ბუჩქებს. რატომ მიეფარა ბუჩქს? დაინახა რას გააკეთებდა ჩიტი. ძალიან დიდი მადლობა. შენ დიორამაზე რომელი ეპიზოდი წარმოადგინე? ბაბუამ რომ დაინახა კვერცხები. და როგორ მოიქცა? არ დაუმტრავია, როდესაც ნახა, აიღო და გაიხსნა და შემდეგ ისე დადო, არაფერი არ იქნა. მოგეწონა მის აქციელი? კი. მადლობა. სანდრო, შენ ძალიან საინტერესოდ გაქვს წარმოდგენილი დიორამა. 3 ეპიზოდად დაყავი და ეხლა მაინტერესებს თითოეულ ეპიზოდში რა გაქვს წარმოდგენილი. მოდი შენ დაიჭირო. აქ არის წამოწოლილი და წერს. ვინ? ბაბუა. და რა შეუბნება? და ბებია ეუბნება წადი ასკილი მოიტანეო და მერე უთხრა ბაბუამ ცოტა ხანი დამაცადეო და წავალო. მეორე ეპიზოდში რა ხდება? მეორე ეპიზოდში იარა და მერე ერთ ბუჩქს რომ ასკილს კრეფავდა და ერთ ბუჩქს მიადგა და იპოვა ერთი ჩიტუნია თავის კვერცხებით. მერე როგორ მოექცა? მივიდა და ჩიტმა უთხრა ოღონდ შენი ჭირიმე არ დამიმტრიო ეს კვერცხებიო. მე კეთილი კაცი ვარ, არ დაგიმტრევო. ბოლოს როგორ დასრულდა? ბოლოს
ბაბუამ მოუტანა ბებია სასქილი და ცხოვრობდნენ გემრიელად. ჩიტუნია მადლობა გადაუხადა? დაუთხა ჩიტუნია. ჩიტუნიამ უთხრა რომ დალოცა. დიდი მადლობა. გასწავლა ამ მოთხრობამ. ამ მოთხრობამ მასწავლა რომ თუ კარგს ვიზამ ცხვისთვის ანუ იგივეს დაგვიბრუნებს. ძალიან დიდი მადლობა, კარგი პასუხი. შენთან მაქვს ასეთი შეკითხვა. ბაბუას მსგავსად თუ მოქცეულ ხარ, ანუ სიკეთე თუ გაგიკეთებია და რომ მოგვიყვე? კი, სოფელში ჩემი დედაშვილებთან რო ვიყავი დღეში, ჩემი დედაშვილი, ანუ შეხვდა ბუჩქზე და ჩემი დედაშვილები აპირებდნენ დამტვრევას და მე უთხარი არ დაამტვრია მეთქი. დაგიჯერეს? კი, ანუ გადაარჩინეთ. კი. ბადია, კარგი. თალა გამოიყენე ამ დავალების შესასრულებლად. 5 გამოვიყენე და ესეთი რაღაც ნაჭერი, რომელიც გადავაკარი. კიდევ გამოვიყენე ეს რაღაც, ხო, პენოპლასტის ის. გამოვიყენე ჯოხები, ამოუბეჭდე და ჩვეულებრივ ფუცერზე რომ ამობეჭდე ვიფიქრე, არ იქნება ესეთი მყარი მეთქი და რაღაც მყარი ფურცლები მივაკარი უკრიდან და კიდევ გამოვიყენე ფლომასტერები, რომლითაც არის უკან ვითომ ღრუბლები გაფერადებული. ძალიან დიდი მადლობა. შენ რა მასალები დაგჭირდა ამ სილამაზის შესაქმნელად? მე დამჭირდა ტორტის დასადები 2 ცალი დაფა. ასევე გამოვიყენე ფურცლები, რომელზეც ამოვეჭდე კიდე რაღაც ფონები. გამოვიყენე ხელოვნური ყვავილები, გვირილები და რაღაცები. ასევე დავბეჭდე ბაბუა, რომელიც ეუბნება ჩიტს. და გამოვიყენე კიდე ფოთლები და ყვავილები, რომ ხეზე მიმაგრებინა და უფრო ბუნებრივი გამოსულიყო. მოგწონს შენი ნამუშევარი? კი, ძალიან მომწონს. მეც, მადლობა. ამასალა გამოიყენე? მას მე გამოვიყენე, ამოვბეჭდე ბაბუას ფოტო და ჩიტის ფოტო და გამოვიყენე ბამბას, ზევიდან დავაყარე ჭყველები. მე პატარა ტილოსგან გამოვჭერი ყვითელი მზე და იმ ფურცლისგან გავაკეთე ბალახები და პლასტენით ჩავარჭე ტოტი. გამოიყენე დასამზადებლად? მას მე გამოვიყენე ფერადი ფურცლები მყარი ხეებისთვის და მეორე ხისთვის და ეს ნამდვილი ის როგორ ბალახი და ჩიტი გამოვიყენე ფურცლით და გამოვიყენე მე ფოთლი ბუდესთვის და პატარა ისინი ჩავყარე. პატარა ისინი ჩავყარე რაც კვერცხებია იყოს. დიდი მადლობა. მოიყენე ამ დიორამის დასამზადებლად. ამოვბეჭდე ხაღალდები და პლასტინით გავაკეთე კაცები კვერცხები და ჩიტი. და კიდე ჯარისკაცების ნივთები გამოვიყენე. რომელი ეპიზოდია წარმოდგენილი შენს დიორამაზე? ჩემი ეპიზოდი არის, როცა ბაბუა დაინახა ჩიტის ბუდე. და როგორ მოეჭა? და მოქცევაში არ გაუტეხა ჩიტები და კვერცხები არ გაუტეხა და ჩიტმა დალოცა მადლობით. მადლობა. დაამზადე თუ დაგეხმარავი? ჩემ თვითონ დავამზადე. როგორი იყო მზადების პროცესი? სახალისო. მადლობა. ხოდა შენ რა მასალა გამოიყენე ამ დიორამის დასამზადებლად? თიხა, მარიო და ჩიტი და რაღაც 5. ვისთან გააკეთე? დედა. რამდენად სასიამოვნო იყო მუშაობის პროცესი? 10-დან 10. მადლობა.